მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გამოვედი რომ ვიპოვო ქუთაისში გემრიელი ჰოთ-დოგი. მოვივლით რამდენიმე საჰოთ-დოგეს, უпростоრად ადგილებს, სადაც არის ჰოთ-დოგი, სადაც აქვთ ჰოთ-დოგი და ვნახოთ რომელი იქნება უფრო გემრიელი. ჩვენ პირველი გაჩერება არის სმარტი და ვნახოთ სმარტის ჰოთ-დოგი, რომელიც გამოიყურება ასე. და მე არ მიყვარს მაიონეზი, ამიტომ არცერთ ჰოთ-დოგს არ ექნება მაიონეზი. მე ხშირ შემთხვევაში არ მომწონს ხოლმე ჰოთ-დოგებში პურები და ამაში მომეწონა ძალიან კაი პური აქვს. სოსისიც რავი, ნორმალური აქვს. ვნახოთ, შევადაროთ, გამარჯვებულს გამოვავლენ ბოლოს. მაგრამ ის მაკლია რა ქვია ცოტა. მე დოგვი მაკლია, დოგს დავამატებდი. დღეს არის ხუთშაბათი წყა, როცა ამას ვწერთ და სმარტში აქცია იყო და 50%-იანი ფასდაკლება ჰქონდა და ის ღირდა 3 ლარი და ისე ღირს ფასდაკლების გარშე 6 ლარი. და ნუ რავი, ნორმალური ფასია რა. 3 ლარი განსაკუთრებით ნორმალური ფასია. ჩვენი მეორე გაჩერება არის თეისი კრაუსტი აღმაშენებელზე. ტრადიციულად არის უმაიონეზო ჰოთ-დოგი. ხალთათმანები მოყვა, მაგრამ არ მიყვარს მე ხალთათმანებით ჭამა და ეს ჰოთ-დოგი ღირდა 6.50. ჩვეულებრივი კლასიკური ჰოთ-დოგია. და ვნახოთ ახლა როგორი იქნება. ეს უფრო ცხარია, ვიდრე სმარტის და ცხარე უფრო კაია. იმიტომ რომ ტკბილი ჰოთ-დოგი ცოტა არ მომეწონა. პური კაია. ხრუკუნა და ძალიან უხდება. უფრო მეტად ცხარეა. სმარტის ჰოთ-დოგთან შედარებით და სიცხარეც უხდება. და ხორცი რავი, სადაც შემიყვარდა ჰოთ-დოგი, ეს არის კაცები ლაივი. მანამდე არ მიყვარდა და კაცები ლაივის წინ არის ესეთი ტრადიცია ჰოთ-დოგების და მან შემიყვარდა ყველაზე მეტად და ის არის ყველაზე გემრიელი ჰოთ-დოგი. მადლობა ნიკორას. და ჩვენი ჰოთ-დოგების შეჯიბრება რა იქნებოდა გალფის ჰოთ-დოგის გარეშე. ახლა მოვედით გალფში და უნდა დავაგემოვნოთ. უბრალოდ ჰოთ-დოგის სომა მგონია რომ ცოტა შეუსაბამოა ფასთან, არ ვიცი. გემოვნახოთ. ის რა ქვია მას? ყვითელი დოგვი დოგვობს და კაია. ცხარე გემოვმა აქვს მის დოგვის და მაგიტომ მომეწონა ძალიან და პური ძალიან კარგად ხრაშუნობს. სოსისიც ეს უფრო მომეწონა. ჩემთვის ამას უფრო კაი გემოვაქვს ვიდრე იმათ. ეს წესით მარტო ის არის, რა ქვია, მოხარშულია ჩვეულებრივი, მაგრამ ჩემთვის ამას უკეთესი გემოვაქვს რატომღაც. ეს ღირდა 8 ლარი არ მახსოვს თქვა თუ არა, მაგრამ გალფის ჰოთ-დოგის კლასიკური ჰოთ-დოგი ღირს 8 ლარი. ჩვენი ბოლო გაჩერება არის დანკინი. დანკინის ჰოთ-დოგის ფასი არის 5 ლარი და გამოიყურება ასე. და მე მიჩვეული ვარ, რომ ჰოთ-დოგებს აქვს ზიგზაგები და ამას არ აქვს და მეწყინა. ხა გემოვნახოთ. პური დიდად ხრუკუნა არ იქნება და მე ხრუკუნა პური მომწონს. დანარჩენი ვნახოთ. დიდად გემრიელი არ არის, მithunas გალფის ჰოთ-დოგის, მაგრამ ნუ თუ ხშია შეიჭმევა. ისე გალფის ჰოთ-დოგის, მაგრამ უბრალოდ ის არის რა. ანუ მანამდე შეიძლება კარგი მეთქვა, მაგრამ ის ძალიან მომეწონა და მაგიტომ ამბობ ამაზე ეგრე. მოკლედ ნორმ რა.